ის რაც ახალხან ნახეთ, ჩხუბის თვალსაზრისით იყო უმაღლესი დონე, მაგრამ BMF-ის თვალსაზრისით აბსოლუტური საზიზღრობა. ჩარლზ ოლივეირა მოიგო. 25 წუთი იმენა იდომინია. გაგუდის მცდელობებიც ჰქონდა ბაზარი არა აცილობდა ტიპი, მაგრამ კარგით რა, იმენა BMF-ი ნიშნავს ჩეხვას. ნიშნავს იმას, რომ დგომში უნდა გამოხვიდე და ერთმანეთს თავები ააძროთ. აი იმენა გული დამწყდა, როცა დავინახე, რომ მთელი ჩხუბი პარტერში კოტრიალში გადავიდა. BMF-ის კამერი რატოა ცალკე მოგონილი? მასვიდალი და დიაზი რო გამოვიდნენ, იქ არავინ ფიქრობდა ტაქტიკურ გადაყვანაზე, იქ იყო ნამდვილი სასაკლაო დგომში. ან გეიჯი და პორიე. ჰოლოვეი და გეიჯი. ტიპებს ბოლო წამამდე სული კბილით ეჭირა და დგომში ისეთებს ესროდნენ ერთმანეთს, რომ გული გიჩერდებოდა. აი ეგ არის BMF-ის სული. ოლივეირამ რაქნა? კი დააგდო. კი სადა დახჭობა, თან არაერთხელ. მაგრამ სად იყო გაცვლები? სად იყო ის რისკი და როცა არ იცი ვინ ვის ჩააგდებს ნოკაუტში. ყველაზე მეტად ის მიტყდება, როცა ვიცი რა შეუძლია ჩარლზ დგომში. და ამ დროს მთელი 5 რაუნდი პარტერში აი მშვიდად, წყნარად აკონტროლად. ბაზარი არა, ტექნიკურად ვერ შეედავები, იმენა მხეცია. მაგრამ BMF-ის კამერისთვის 25 წუთი პარტერში კონტროლი არის იმენა მუღამის ჩაკვა. ჩვენ ველოდით ჩეხვას, ველოდით სისხლს, ველოდით იმ გიჟურ ენერგიას, რაც ამ კამერას მოყვება. ნაცვლად ამისა მივიღეთ ჭიდაობის მასტერკლასი. კი, გაგუდების მცდელობა იყო. მაგრამ BMF-ზე როცა საუბარი მარტო ეგ არ კმარაა რა. BMF-ის თვალსაზრისით ეს იყო იმენა დაციმა. თუ ამ კამერას 7 დომინაციით პარტერში გორაობით იგებ, მაშინ საერთოდ რაღაცო ქვია BMF-ი. ჩარლზმა სახეზე ერთი ნაკაწრის გარეშე მოიგო. ყველაზე დაუნდობელი მებრძოლის ტიტული. ანუ ეგ ნორმალურია? ჩემთვის ეს კამერი დღეს გაუფასრდა. იმიტომ რომ შინაარსი გამოაცალეს. BMF-ი არის ომი და არა ტაქტიკური ჭიდაობა, თუნდაც გაგუდვების მცდელობებით. აი იმენა გული დამწყდა, რომ ესეთი მაგარი მოლოდინი ესე უემოციოდ დამთავრდა. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა გესიამოვნათ ამის ყურება? თუ თქვენც ჩემსავით ელოდით, რომ დგომში ნამდვილი ჩეხვა იქნებოდა და პარტერში კოტრიალმა მუღამი მოგიკლათ. დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრი მართლა მაინტერესებს. ოლივეირა ლეგენდაა, ბაზარი არა. მაგრამ ამ ბრძოლამ BMF-ის სახელი უბრალოდ გააფუჭა.